Hello. Yeah. Ardane. Gadu moazriara. Saddawa. Es ra. მოგესალმებით. ეს ძალიან ოფიციალური გახსნები ძალიან გვიყვარს ხოლმე, მაგრამ თავარი არის ის, რომ ჩვენ გვყავს მაკაცი. ბუბუ. ორივეს არხები შეგიძლიათ ეხლავე გამოიწეროთ, მაგრამ თან საქმეზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ჩვენს უკან არის 3 ავტომობილი, რომელიც თქვენ ალბათ არ გეცოდინებათ და ჩვენს სიმართლე რო გითხრა დაახლოებით 5 წუთის წინ ვნახეთ, და მთელი ემოციებს და რაღაცებს გაგიზიარეთ, ანუ საერთოდ რა მანქანებია, როგორ დადის, სად მიდის და ასე შემდეგ. თავარი დღევანდელი ჩვენი მისია არის ის, რომ ვესვით რენდომად სადაც ჩაერჯობა ჩვენი ეს ზვირფასი დარცის ის არის, იქ უნდა მივიდეთ. მაგრამ რომელი მანქანა მივა ბოლომდე წარმოდგენა არ მაქვს და საერთოდ რომელიმე მივა თუ არა, ეგაც არ ვიცი. კონკრეტულად იმ წერტილში უნდა მივიდეთ, მაქსიმალურად ახლოს საერთაშორის დაერჯობა. მე ვფიქრობ, რადგან ბუბუს ყავს ყველაზე ცოტა გამომწერი, ბუბუს დავუწყოთ. კაი, მომისვინე ხა. ცოტა ადეკვატური ადგილას. ეს დაკათეთ მე რა. ადეკვატური ადგილას ის რომე. ბიჭო, მე ხა ზღვაში არ არა, აცდენით არა ვაცდენ და. Few moments later. ბიჭო, მაღლა გროზნო ბიჭო. სხელძახშილვა ხო იცი? მაღლა მიაკ რა, მაღლა მიაკ. როგორ მიგეთა ეს? მაღლა მიაკ რა. ოპა. ახლოში ჩავარდ. ეს წერტილი უნდა ავიღოთ ზუსტად, სხვათა შორის რა, რო იცოდეთ იმისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მიიღებთ რომ არც ერთი ნახროტი არ არის სხვაგან. რო არის ფიქრობთ რომ დაამონტაჟის და ანუ ჩაერჭო ძმაო ერთი გროზნოში არ მივიდივართ ხო საქართველოსზე იყო საუბარი მე ეჭვი მაქვს რომ იქ გზა არ მიდის ნუ თავარი მუღამი არის ის რომ მაინც ვინ უფრო ახლოს მივა რა იქ ეგრე დაგვხვდება უდაბნო თუ რაღაცა ხო წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ მოკლედ ეხა გიგდით მეთქი ჩემი კაცი ეხა გიყრით მონაცემებს გრძედს და განედს. ესე იგი, ეს არის გრძედი და განედი, სადაც მივდივართ. ზემოთ არის ჩვენი private მონაცემები და მაგ ეგ დავმალე სპეციალურად. კაი, მოკლედ, გადავედით მანქანებზე. მანქანებს ვირჩევთ შემთხვევითობის პრინციპით. მოდი იყოს მაშინ. მე კარგი ხარია მაგას უყურებ გადახდილი რადგანს. ერთი მანქანა გამოვლინდა, მოკლედ. კაი, იყოს ესე. ერთმა მანქანა თამაში გაყიდა. ხო. იყოს 1, 2 და 3. გაინახავ. არა. მეორე. ორია შენი. ოკეი. მარცხენა თუ მარჯვენა? მარჯვენა. სამიანია. მე ვიტვიდიო შენამით. შენ ყველაზე პატარა შეგვდა. არა ვიცი. იმებს არ მომიჭერს. ჩემი მანქანის წარდგენა, აი აქ არის ჩვენი ავტომობილი, რომელზეც ვიცი რომ არის ცოტათი დიდი მანქანა, ანუ რევიუს ჩავწერი ხარა. აქვს წვრილი ფარები, ცხაურაც აქვს, 4 წელი საბურავი აქვს და აწერია IDD. სხვა არაფერი არ ვიცი, ყველაფერი ერთად უნდა გავიაროთ. მოიცა. აბა. მოიცა, ესენ ავტო და ჩანგან ავტო რო აწერია, ეგ ვერ დაინახე? ხო, ჩანგან ავტო. ოკეი. გამოჩნდება. დაცხ. იღებს კაცი რა გინდა? ვიცი. მელოდები. გადავხატო მე. მე კიდე კაი პოზა მივიდა. დაამტრი ეს რაღაცები დააცალეს ნაწილები. ბიჭო, კაი ვიძიე, ხო იცი? ვიზუალურად ყველაზე დახვეწილია, მაგრამ რასაც უყურებ. გრილი არა აქვს, დაბლა აქვს მხოლოდ. სავარაუდოდ ეს ელექტროა. და ყველაზე მარტივად როგორ უნდა გაიგო, იცი? გასაღები არ მაქვს. უნდა იღებოდეს. ხო. ყველაზე მარტივად რო გაიგო. მით შენსა შენ გადახადე. Tadam! Link and CO. ეს არის 06. მეგობრებო, ვიპოვე, მოდელი ვიპოვე, ეს არის 06 EMP. ეს არის Link and Co 06 EMP. ამდენს რო წვალობდით. ნახე. ამას აქვს. ბუბუ, რაღაცას უცნაურს არ ყვევ შენ და. ბიჭო, აქვს გრუჩიტელი ამასაც. აი.
ესეთი ვიდეო პირველად ხდება დარწმუნებული ვარ ჩვენს არხზე რომ გლუში წელებს ვეძებთ, გამშვებ სისტემას ვეძებთ და მანქანას გლუსელი აქვს თუ არა? აქით ვარკვევთ რა ძრავზე არის. ეს? არ არის ელექტრო. გლუსელი აქვს? კი. ეს S07. ფათაშორის ეს არა ქვია, აქვე პატარა რეკლამას ჩავაკვეთებ, რომ ჩემს არხზე სანამ ეს ვიდეო დაიდება, დადებული იქნება უკვე ლინკენკოს ერთ-ერთი მოდელის ტექნიკური ძმაკაცური გახსნილობა. რომელიმე მოდელია აქ? აქედან არც ერთი არ არის, თუმცა ანუ იმ მოდელიდან მიღებული შთაბეჭდილებით ვიცი უკვე ასე თუ ისე რასაც უნდა ველოდო. გატესტე უკვე? კი, უკვე ვიარე, გავტესტე და ეს ლინკი არის. ხო? ანუ ხო, ლინკი ოღონდ სხვა მოდელია. სხვა მოდელია, მაგრამ სისტემები ალბათ ერთ-ერთივეა. მოდი მაშინ. გავს ძალიან. მოდი მაშინ, ნახე, ბოდიშით რო ჩაგეჭერით, ესე რო არ იყოს, მანქანა გაუცვალე რა. იმიტომ რომ მაინც ესე თუ ისე იცნობს ლინკენკოს. რა გინდა ეხა? ეს პატარა მანქანა შევტენოთ მე? არა, მშვენიერი ავტომობილია ეს. არა და საერთოდ რო ვაკვირდები შესახეზე პირდაპირ რა. მგონი ჯობია, ხო? მე თანახმოვი. მაინც გამოუცდელი რო იყოს რა. თუ გამიცდის მე თანახმოვი იქნები და ხე რომ მანქანას არ მიცვლის. პროსტა რა. მოდი ესე შევდახდეთ რა. შენ ვინც უყურებ, ამ არხს იწერ და სანაცვლოდ მე ძმაკაც უსვლი მანქანას. გზაში გვიქნება რაღაც მისიები რა. ერთ-ერთი არის ეს არის კროკოს სნეკები, უგემრიელესი სნეკები. ეს უნდა დავამოყო უგემრიელესი. სვეტილად ვიძახო. ხო და ჩვენი ერთ-ერთი მისია არის რომ კროკოს სნეკები დავასაჩუქროთ რომელიმე ან გამლელი, ან ოჯახი, ან სახში შევტან, მოკლედ. ვისაც ვნახავთ რა. ცოტა შენ ამოაკეთე. ცალკე კიდე გადმოცემთ. მადლობა, მოკლედ, კროკოს სნეკებს ძალიან ხალისოთ ხოლმე. ძალიან გემრიელი ხოლმე გზაში, იდეალურია და მედია რომ სხვასაც გაუხარდება და კი, გამიხარდებოდა ხე მე რა ვაკეთებ. ყველაფერი ჩაწყობითა. წავედით? ჩაიდე მანქანაში. ის ეჭირა ხელში ორი ხელი. მიდი შენ წაიღე ბარე. მე მგონა ეგ არის და არა ხა ეს იმას ვაჩუქოთ. მართლა კი არის. არა, სამი ცალი გვაქვს. ანუ ყველას უნდა გქონდეს. ის ვიღაცე? კი, სამი ყუთი გვაქვს. შენთან არდებს და ჯობია ჩადო. 1-2 ამოვაკლო შეგიძლია. წავედით. რადგან უკვე აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ჩვენი ავტომობილი შიდა წვის ძრავით იყო, ანუ საწვავს მოიხმარს, გადავწყვიტეთ, რომ სოკარში შეგვიარა, აგვევსო ავზები და გაგვიგრძელებინა გზა. ცოტათი ადაპტაცია განვიცადეთ მანქანასთან. ცოტათი აზზე მოვედით. რაც გამიკვირდა, მწვანე ეს ნაკერები აქვს რა. ცოტა სპეციფიური გემოვნების ადამიანი ვარ მე და ესეთი ნაკერები არ მომწონს ხოლმე, მაგრამ მწვანე ოკეია რა. რატომღაც მეგონა რომ მწვანე არ იქნებოდა მისაღები, მაგრამ ოკეია. მთლიანობაში რო გითხრათ, არის ნაწილები რაც ძალიან საკაიფოდ ჩანს. ეს დიდი ნავიგაცია და რაღაცა ეხა თქვენც ნახავთ ალბათ რომ ბევრი ფუნქციაა, აი ხა წეღან ვეძებდი მაგალითად ხმის ჩაწევას და მეთქი აი როგორ არ გააკეთეს მეთქი აქ ერთი დასატრიალებელი რომ ვიღაცა რო გირეკავს მეთქი ესეთი კითხვა მაქვს. ეს ჩემი ავტომობილი თუ იცით 4-4-ზეა? ნახე, თქვენია წინა წამყვანები და ჩემია უკანა წამყვანი როგორც გითხრეს. ბუბუ უკანა წამყვანია შენი? კი. აუ მინდა რო ვიდრიფტავთ, გაიგებენ ნეტა? მე მაგას დაანცის მე რაღაცა. და ბიჭო, კარგად გასელა პლატიქ 3-ები არ არის, მაგრამ 100-100-ით რო ბავშვი გადიხარ, საკაიფო გასა. გინდა დისტრონიკი შევაბაზოთ, როგორ მუშაობს. ბიჭო, ავარიულები ჩამირთო და ვერ მივხვდი რატო? ხო, ავარიულები სიცილეს და შენ. და კიდე ციცილეს. მე შევამოწმე ეხლა მაშინში დაღმარზე სხვათა შორის და საკმაოდ კარგად მუშაობდა. ეხლაც ჩაურთავ და წესით ისე იმუშავე, ისე როგორც უნდა იმუშაოს. ბიჭო, რა დამიწერა, იცი? Safe distance დაიჭირეო მანქანასთანო და ავარიული ჩართო ეგრევე. ახლო მიდიხარ ძალიან და მაგიტო ალბათ. მაგალითად სიჩქარით შეიძლება დისტრონიკმა ვერ დაგიტოვოს მაგ მანძილზეო მაგას ფიქრობს. მაგ რეჟიმის გამორთვა უნდა ვისწავლო, თორე ტვინი შემიჭამა უკვე, ანუ დამღალა.
აჰა, ისე. საპატრულომ გააჩერა ბუბუ. არ ვიცი. აღჯობათ. მანქანის საბუთი არ ვიცი ცენტრიდან გამოვიყვანეთ, ეხლა რაღაც ვიდეოს ვიღებ და ჩემი საბუთი ჩემ მანქანაში მიდეს. მინერზე? არა, მინერზე და ორმაგი მინებია და ჩაეტია. დაიც დაგეწერეთ. რა დაუძახან ეს პატრონაცია? პატრონმა როგორ გააჩერა? დღეს შეიძლება გავაგრძელოთ ჩელენჯი, მხოლოდ ორმა. მეორე ეკიპაჟი იყო პატარა ბიჭი, ზმაო და მისი ბუბ. აბა ხდება. ბიჭო, მეორე ეკიპაჟი იყო პატარა ბიჭი და შენ ხო ბუბუ ხარო და ხო თქო და სადიო თავისუფალი ხარო და რა გიქნა? დეპალი. ხო და ის არისო. არა, წადიო. არაფერია, მინები შემიმოწმა რა, პროტა ცენტრი. არა. ესე იგი ვიდეო. კი. სეო, ჯიგარსონ. მადლობა ჩემო ძმაო, აქედან. მართალია, ეს ავტომობილები არის ჩინური, ესაც და ესაც, მაგრამ თუ თქვენ ხართ ამერიკული ან კორეული ავტომობილების მოყვარული და გინდათ რამე საოცარი ავტომობილი ჩამოყვანა, ან არასაოცარი, ეს ყოველდღიურობისთვის, შეგიძლიათ ხო ავტო იმპორტს მიმართოთ, აგირჩევენ თქვენთვის რამე საინტერესო მოდელს, თავისი ისტორიით, კარფაქსით, მთელი ამბებით მოგეხმარებიან, რომ თქვენთვის სასურველი ავტომობილი დაარჩიოთ და ჩამოიყვანოთ საქართველოში. ჩვენი პრომოკოდი გამოიყენე, მაინც ხერო, აი აქ იქნება და ბენეფიტები გექნებათ ამ კომპანიისგან. აუ ბიჭო, ძალიან კაი რა არის, ისე აუღელვებლად ასწრებ მანქანას ამითი, რომ აი ვაფშე პრობლემა არ არის. ძალიან კაია რა, გაასწრებ ჩვეულებრივ ჩადგები ზოლში ყველაფერს მოასწრებ. კი და ჩემო მანქანამ სხვათა შორის ავარიულობის ჩართვაც შეწყვიტა, ალბათ გაიგო. ქართული ასწავლეს უეჭველი. ანუ აი 600 ცხენი რო გქონდეს ისეთ მანქანაზე, რომელსაც ისეთი რესპონსი არ აქვს, გამოხმაურება გაზზე რა, გირჩევნია ქალაქში ეს, იმიტომ რომ საჭირო მომენტში სადაც გასაძრომია. ევროპა ამერიკასთან მაგრად. ბიჭო, მაგას მე ვიძახი ხოლმე ხა. იმიტომ კი არა რომ რაღაცა ჩინურ მანქანებს ვიძახით რა. პროსტო ჩინელებმა ისეთი რაღაცების კეთება დაიწყეს ეხა, რომ ეხლა ნელ-ნელა ასწრებენ, უბრალოდ მენტალიტეტში გვაქვს ჯერ პრობლემა, რომ ჩინურ მანქანებს ვერ უყურებთ სერიოზულად რა. მაგრამ ცოტა ხანში ისეთი რაღაცები გაიჩითება, რომ პროსტო უკონკურენტო გახდება რა. დანარჩენი არის აი სტილის და სტატუსის თემა რა. აი სტატუს რო აქვს მნიშვნელობა, მაგის გამო რო ყიდულობ რაღაც მანქანას, აი ეგ არის. მარტივია, ხო? რატო ვიყიდო რაღაც ახალი Volkswagen-ი, როცა შემიძლია ვიყიდო აუდი არ ევასება ამას მაგარად. ბევრად მეტი ოფსით, ერთადერთი რაც აი ისიც პირველ პატრონზე არ არის, აი Просто Volkswagen-ით მიწვდა რა, ახლა აუდის. არის რომ მანქანას ნაწილები როგორ უნდა იპოვოს, შეცვალოს, გააკეთოს აუდიოს საკე ოფიცერ ცენტრის გარეშე რა. აი ეგ არის მარტო რა. მეტი მინუსი ჩემთვის რეალურად ეხა ჩინურებს არ აქვს, იმიტომ რომ განზრაობის მხრივ შეიძლება არ იყოს ძალიან გამძლეები, ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ რომც არ იყოს გამძლეები, საკუთარ შედეგს მაინც აჩვენებენ რა. ანუ იაფი მაინც ეღირება ის ნაწილი, რომელიც გაფუჭდება ბოლო-ბოლო რა. თავარია ნაწილების სწორად მოძიების საშუალება იყოს და დროულად, ეგ არის თავარი. ბიჭო, თან ხო ეხა ყველას გარანტია აქვს. ან გარბენზე, ან იმაზე, წლოვანებაზე. ანუ გარანტიის გარეშე არც ერთი არაა და ეხა დიდი კომპანიები რაც არის, შანსი არაა რომ გაუქმდნენ რა. ანუ უნდა არჩიო დიდი კომპანია, ცნობადი კომპანია, რომელიც იცი რომ ძალიან ან სოფლიოში უკვე მოდებულია. წელია გარანტია, ეხლა ამას ჩავხედე, 150.000 კილომეტრი, რავი, 150.000 კილომეტრის ცხოვრებაში არც ერთი მანქანას არ გამიტარებია მე რა. ხერო საკ მარტო მაგდენი გავლენი. ო, ტრეიდინგი ყველაზე კაი ვერსიაა მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ დამითვედეს თუ სესხით ყიდულობ, აი, თელი ცხოვრება ერთი ეგიო სესხს იხდი და თელი ცხოვრება ახალი მანქანით დადიხარ რა, როგორც ამერიკაში
ლიზინგით არის იგივე თემა აქაც. რადგან ჯერ კიდევ გრძელი გზა გქონდა დარჩენილი, ნატახტარს როგორც კი გავცდით, გავაჩერეთ ავტომობილები, თან ასე თუ ისე გავიცანით ჩვენი ბოლიდები და გადავწყვეტეთ, რომ ერთმანეთისთვის გაგვიზიარებინა ამ ავტომობილების პლუს-მინუსები. აჩქარება იდეალური იყო. რაც ყველაზე მეტად მომწონა, აი 180-დან 120-მდე. მოიცა მონაცემები. ძალიან მაგრად. ხო, რაც გჭირდება. წეგან მაგას ვამბობდი, რომ ჩემი მანქანით რომ მივიდივარ, აი არ მიდის, მერე ტურბოის ფულება, მერე ბუქსაობით მიდის იქამდე, მერე ტორმოზი გიწევს. იგივე სიზავს რა, X3 ოდნავ უკეთესი იქნება, მაგრამ 4-4-ია და ესა გადაბუსტული არ არის. მაგრამ ეფექტს იგივეს მოგცემს რა. ეფექტი იგივეა. და თხუილად გაწვავებს ყველა შემთხვევაში, ან ნებისმიერი ბენზინის დიზელის ხო, ავტომობილი. აი კაისა რა. ელექტროს ვერ შეუწვის ვერაფერი რა. ბიჭო, ჩემ მანქანას იცოდით რომ 3 სიჩქარიანი კოლოფი ქონია. 300 ცხენი აქვს ჩემსას. ხო. დიპალს შესაძლოა 238 ცხენი დავდგეთ პრობლემა არ არის. და მოიცა ვიპოვოთ ძმაკაცის ცხენებიც 204 ყველაზე პატარა მანქანაა ჩემი და ყველაზე ძლიერი. სალონზეც ეთყობა შენსას რომ რაღაც უფრო სპორტული არის. ხო, მაგრამ ვიზუალურად ვაფშე ეთყობა. ხო. ეხ შენი მანქანა ბევრად უუსისროჟო არის. ბევრად ზერსკი მასტია, ვიდრე ჩემი. სანამ გავაგზელებთ ჩვენ მოგზაურობას, გვაქვს რაღაც მისიები შესრულებელი, რომელიც მე არ გითხარით. ესე იგი, ჩვენი მისიები რა არის? ესე იგი, გადაუღე შენ მანქანას რამე კარგ ხედზე და ეს სამივე მანქანის პოსტი მფლობელებთან ერთად დაიდება ჩვენ Facebook-ს გვაქვს პოსტების დადების საშუალება, სურათები და იქ გვექნება რეიტინგი რა. ანუ შეგიძლიათ ამ ვიდეოს რო უყურებთ, უკვე გადახვიდეთ პოსტებში და იქ იქნება სამივე სურათი. შენ მოიგებ და რა პონტია. კაი, შემდეგი მისია გვაქვს ეგეთი. კროკოსნექები უნდა გადავცეთ, ვინმეს. გადავცეთ. კროკოს მადლობა, იდე აქედან. უცხო ადამიანს უნდა გითხოთ, უბრალოდ მანქანა რო შეაფასოს 0-დან 10-მდე. პროსტო რაღაც დაწეროს რა. რომ აი 5 ან 10 ან ალბათ ვიზუალის მხრიდან დაწერს, მაგრამ მაინც საინტერესოა უცხო თვალიდან დანახული. და ბოლო ჩვენი მისია არის რამე დამახასიათებელი ნივთი უნდა ვიპოვნოთ ან ვიჩუქოთ ან ვიყიდოთ, რომელსაც მოიგებენ ჩვენი გამომწერებით. კომენტარების მიხედვით რენდომად ერთ-ერთს ავარჩევთ. უნდა ახასიათებდეს. არა, აქ მშობლო. უბრალოდ ამ ვიდეოს ის იქნება რა. მე დღეს სამოვიდა. ნახე, ზემოთ რო ჩავარდები შენ. რატომ რომ მე ვარდები არ ვიცი, მაგრამ საბურავიდან ხვა ამოვაცი და გაჩუქებ რა, სიმბოლურიც იქნება დამახასიათებელი. ოკეი, საკუთარი ტალახის ქვაფეკი. და მე გავატანე. წავედით. გავსკუთეთ. ნახე, გადმო. იცი როგორ გიყურებე? აი, კაი, ქათმის მარკლებს რო უყურებ, ხო იცი, შემწყვერს ეს. აი, ეგრე იყურებიანი. არა რა, მეტი აგრესია მინდა ამ მანქანისგან რა, აი, ცოტა ისეთი. სხვაშორის ძალიან კარგად დადის, მაგრამ ვიზუალი ეგეთი არა აქვს რა. მე უფრო ამას აღუქო, როგორც ჩემი აზრით, უფრო გოგოს უნდა ყავდეს ეს მანქანა. მე ეგრე უყურებ ამას. აი, სათფორტი ალობს, რომ აი კადრი დავიჭიროთ რა. ხო და უნდა დაგვიფასდეს. გამარჯობა, თქვენ ხართ აქ? ესე იგი, ხინკალი გვინდა ჩვენ. მე ბევრ ხინკალს ავიდე. აი, ეგ არის. მაშინ ეგ. ხინკალი და ბევრი ხინკალი. მე ერთს და დიდს მომჯობინებდი ვაფშე. მოკლედ, ბუბუსგან და ჩემგან კომენტარის ავტორებს შემთხვევითობის პრინციპით, ნახე ითქვის მე. სახსოვრად დაგრჩებათ ეს, ვისაც გაგისწრებდება, შეგიძლიათ დაწეროთ. კალი და ლუდი. ხო, ლუდიცა ჩემი. ხო და კომენტარის ავტორს ერთ-ერთს გადმოგცემთ რა. მაგაც არ ვიცი რამე დაიწერა თუ არა, თუ ჩაწერა საერთოდ წარმოდგენა არა. თუ არ ჩაწერა,
ძმაკაც არ გაპატიებს თქო, დაწერეთ კომენტარებში. წავედით. ბიჭო, გამოიწერეთ რა ჩემი არხი. აი ხელოს საყავს 100 კაპლიუსი რა. მე 10-ზეც არა ვარ და სულ 10% გადმოხვიდეთ ხელოს ჩემთან. უკვე 20-ზეა ვარ რა. 20,000 გავაწერეთ, მაგრამ გამისწორდება რა. დაბაუზე, დაწერე, უყურდა ხუთი უსვა. ჩინური ავტომობილი რომ ისმის ხოლმე, სულ მგონია რომ ყველა არის ელექტრო, არა და ჩვეულებრივად ესაც არის შიდაწვის ძრავით, ან ჰიბრიდური ვერსია რა, ნახევრად ელექტროა, ნახევრად შიდაწვის ძრავი აქვს. ან 1 და 5-ია ეს მოდელი კონკრეტულად და ძალიან კარგად დადის და ესეთ ავტომობილებში, როგორც ჩვეულებრივ ავტომობილებში, საჭიროა ზეთის ჩასხმა და ჩვენგან რეკომენდაციის სახით მინდა გითხრათ, რომ პაკელოს ზეთი შეგიძლიათ გატესტოთ, იტალიური ხარისხის ზეთია და პატენტი არ ყავს, ან ფიზიკურად პატენტი რა პონტია, ძმაო, ეხლა წერ ხო რაღაცის. ხო და პატენტი არ ყავს, არ არის რაღაც თურქეთში დამზადებული და გადმოხარშულები. და შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან დარწმუნებული ვარ, თუ მანქანას უვლით, კარგი ზეთის ჩასხმაც გჭირდებათ და აუცილებლად დატესტეთ, ვისაც გაქვთ გამოსაცვლელი ზეთი. აი ამ სამი მანქანიდან ვიზუალურად რომელი ჯობია და 1-დან 10-მდე რომელს ავდენი შეაფასებთ. თეთრი ხო? 1-დან 10-მდე? ძალიან დიდი მადლობა. ისინი დავიკიდოთ ამბობდა. მადლობა. ბიჭო, მაიცა ერთი წამი. ნახე. მისმე. ეგა? მოდი მე მივცი, გინდა? არა, მე მოვიდე. აი, მაღაზიაში რომ მუშაობ და ყოველთვის რომ ფულს გიხდიან და რაღაცას ყიდი. ჰელიპადი ხო მაგზო? ხო, გაუსწორდება. მაგრამ გაუსწორდება. და აი, ნახე რა. იდეა სიტყვი ეგრევე სხვა ასრულებს. არა ის. ხერო გენიალურია უბრალოდ. მოდია ხო? არა სანა დაალაგდა და მე წყნარად მინდოდა ამ ყველაფრის ახსნა, რომ მადლობა კროკოს მეთქი რაღაც აქეთ-იქეთ მეთქი და ამან შეასრულა ეგრევე. ის გოგონა ძალიან მადლიერია კროკოსია. ეგ ხო მაიცა. ეგ ხო შეასრულე, მე ის დავალება შევასრულე 10-დან შევაფასებინე და ამ სამშიო ეს თეთრიო ყველაზე მაგარიაო ეგეთი. ყველაზე ლამაზია სიმართლე კი, სასწრაფო. ან მოვიდე უკვე რა. ამის სურათები გადაირე? აი, სურათს მე გადავიდე. მე აი გადავიდე, აი. ეგედია მე მქონდა. იქაც გადავიდე. ბიჭო, ეხა უნდა დავიგებო. კამერას კი არ გიზღუდოთ, კაცო გადაიღეთ. სონდადან თუ არ ვნახოთ მაპის view ოღონ რეალური ფოტო. ყველამ კი ვიცით რა ადგილას უნდა მივიდეთ, თუმცა როგორ და საიდან ვერ გადავწყვიტეთ. რადგან ზემოდან სონდას მხრიდან რაღაც მდინარე ჩამოდის, არის აშკარად მეჩხერი ტყე, ხოლო დაბლიდან, სადაც დილფინის ხატის ტერიტორიაა, იქ საავტომობილო გზა საერთოდ არ გადის, არც გაყვალულია. ამიტომ დიდ საგონებელში ჩავარდით. მე მგონია, რომ აი საუკეთესო ტესტი ავტომანქანების არის ქალაქშიც. გარეთ რო გადიხარ ტრასაზე, უგზოობაში რო გადიხარ და უგზოობა რო აღარ ქვია, უკვე, ანუ გაყვალულიც რო აღარ არის რა. მაგ ყველაფერს რო გატესტა და რო გაივლი, აი მე შეგვიძლია მანქანაზე თქვა, ან ცუდია, ან კარგია. თუ რამეა საბურავს გარცის მსროლელი სრულის, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ეგრე არ შევხვდით. ბიჭო, მე ლუიჯი დავყავ ხოლმე, არ ვიცი საბურავი შეცვლა ჩემი. აიცი რა არის საინტერესო? ეხა ამათ რამე სისტემა აქვს თუ არა ისეთი, რომ ერთი თუ დაბუქსავდება, მეორე აიყოლიოს და უაზროდ არ იბუქსავოს ერთმა.
ესპე უპოვე ჩემ მანქანას, მაგრამ რომელი გაჩვულია და რომელი ჩართული, არ მოგატყუო ვერ ხვდები და ამიტომ თავი დავადე. ESP მე მგონია რომ ძალას დაგიკლებს უბრალოდ. მანქანა გაიჭირა. სასტავ წინიდან მანქანა. ხარი ვიღებთ თქო. გაიხარე. ავი ჩვენც არ ვიცით სად ვიდეო, რაღაცა ვიდეოს ვიღეთ და იმედია უკან დავრუნდებით. ეხლა ისეთ მეგონის ტურისტები ან ნომრები. არა, რაღაცა დარცი ვესროლე და სადაც ვესროლეთ, აი იქ უნდა მივიდეთ. მაიცა ერთი წამი შენთან მაგკითხვა. აი ეხლა ამ მანქანას 0-დან 10-მდე რამდენი ქულით შეაფასებდი? მე უკანაც არის ადგილი. კაცო, ამას ხო ხედავ, როგორც ხედავ ეგრე რა. მაგას შეუნებია რომ ვერ ახვალო სავარაუდო. აი შენ კი ახლა 0-დან 10-მდე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. შენ როგორც გინდა კაცო, მე რა მინდა. 5 იყოს მაშინ. всё, 5 ქულით შეგვიფასეს ავტომობილი. ისე 0-დან 10-მდე როგორ შეაფასებდი ვიზუალს? მართლა? ამაზე მითხარი შენ. იმასაც 5 უთხარი. ესე იგი ესაც 5-ია და ისაც. გერო ჩამოვიდე. აუ თუ ჩამოხვალ, კაი იქნება, ძალიან გაასწორებს. მოვალ. აბა, ვაბარებთ გამოსცეს ზადნით სიარულში. ოფროუდზე ზადნით სიარულში ვართ. ქალაქში ხო ყველა შეუძლია. всё, პროკოც მოვიდა. ან აქედან მოგეწდა. ისინია, ხრაშუნა რაღაცებია გემრიელი. აი, გავე. შენიანებს, ხო, და შენც გაგისწორდი. ისე თუ გავჩერდით მე უსვით ამდენი სტარების ნერვი აღარ მაქვს შემოძლაო, აქ ვიდავტოვებ გასათებს მივდივარ. მაგადა ნერხილა. ეს მოხსაო? რომელმა? პროსტა როგორ ვიპროჭო და როგორ დაუტორმუზო წინ. გაქნა! ბიჭო, ჩემი უკანა პრიოდია და მე დამცინოდი და ჩემი ვაფშე არ გუხსაობს. 1 minute 37 seconds later. ბუბუ, რა სიძახდი არ ვუხსაოფო? და ნახოს, ნუ მომდე ლაბაოი არ გაგიტეხოთ. ვიხდი, კეთები და ვიხეგრებ დავტოვე. იცი რა არის? ანუ ძალის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ეს GoPro-ა როგდია? GoPro ვიპოვეთ. Hello. მოდი ხარ? We found new GoPro. ინგლისურად როგორ უნდა ვთქვა, ვინც იპოვის იმისია. ბუნებაში განავარდებაც გამოგვივიდა. დაუგეგმა. ბუნებაც არის და ბუნებაც. ჩემი რა გვინდოდა სად მოვიოდით, მაგრამ ბიჭო, ანუ თქვენც ხო გაგიჩნდებოდათ ხა ოდესმე სურვილი, რომ აი ეს ჩინური მანქანების, აი ბრენდების ტესტი სადმე გაეკეთებინათ და გენახათ აი როგორ იქცევა აი ეს სიტუაციებში. ყველა ვარიანტი. ეს ისი ბრალია. ეს არის დიაგონალზე რო ეკიდება მანქანა და ერთი საბურავი რჩება იმის გარეშე, მოჭიდების გარეშე. პრიორიტეტა რა, ჩათვალე როგორც დრაგის მანქანა რუსთავის საფარზე დადიხა იქეთი სიტუაცია, აი ახლა ამ მანქანებისთვის ეს გზა. მე დიაგონალზე დავეკიდე და ახლა დავზადნე. ხო, ნუ გაივი, არა? ნელა, ანუ თუ სადმე დიაგონალზე დაკიდებას აპირებს მანქანა,
იქიდან ამასლა ამას გაუჭირდება. ვაიმე. არა, სისტემა კარგად მუშაობს, მაგრა იმისთვის. აი 1-5 შეგიძლიათ ამათ დაუძახოთ და შეაწოდოთ. მე არ მიმისია არავისთვის რა. გამარჯობათ. არაფერი, ზემოთ ავდივარ და კი, მშვიდობა. არის ზემოთ გზა კიდე? ავალ მანქანებით? სასაფლაოზე ადიხარ. ეს თქვენ საჩუქრად. სნექებია, კროკოს უგემრიელეს სნექებია და მიირთვით. ვიმზადებით. არა, უბრალოდ ვიდეოს ვიღებ და ამ გზაზე ამოვიარეთ და მიირთვით ძალიან გემრიელია. არაფრის ნახვამდის. არის სასაფლაოები. კი, რამდენ კილომეტრია დაახლოებით? აი, აქ ახლოს. პირველ შესახვევში არ შეუხვიო და მაღლა ადიზები. კი, მადლობა. ლების ქვეშ ადიზები. სულ გზას მიიღები და აგიყვანს გზა. კარგით, მადლობა და ნახვამდის. ზემოთ ბანზე გადადიხარ პირდაპირ. ამ გზით გადადიხარ ბანზე? ო, გერმანელები დაგებული ბანიაო და. იქარიო რა. კი არა, მოსატრიალებელი იპოვეთ ბიჭო სადმე. სად დავდივართ, რითი დავდივართ? აკი შეიძლება მოტრიან. მე რაზე ვღადავ, ვიცი? გზაზე მოსატრიალებელი არ აგვაქვს. ანუ, ეხლა რომ მოგვიწიეს უკან წასვლა, სუზადნით უნდა ვიაროთ, უკუსლით უნდა ვიაროთ. გზა გასაყარზე აღმოაჩინეთ, რომ ერთი გზა მიდიოდა ადგილობრივის ეზოში, ხოლო მეორე გზა კი აღარ იყო, რადგან დაახლოებით 1 წელი ამ გზაზე არავის არ გაუვლია. ბალახი დაახლოებით 2 მეტრამდე აღწევდა და დაბლა უკვე არაფერი აღარ ჩანდა. სად იყო ხევი, სად იყო ქვები, გზა საერთოდ იყო თუ აღარ იყო. მაგრამ ასეა თუ ისეა, რადგან ჩვენ არ ვართ უკანა სვლის მიმცემი ადამიანები, მაგიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს გზა ჯერ დრონით შეგვესწავლა, შემდეგ ფეხით გაგვიარა და გადაგვეწყვიტა, ღირდა თუ არა ამ გზით წინ სვლა. რაღაცა ხევი გამოჩნდა და ბიჭო, რა კაი კადრებია, ნახე რა. აი ვიცი გდარსი ჩაარჩო. აი რა კადრები ამოდის. აი ეს გზა, ხო? კი. აი ეს არის. კაი, მოიცერთ ცოტა ვნახოთ ეხა ეს გზა. არა, დრონით გადასაღებად კაი კადრებია, კი. მანქანით წინაპიროდი მანქანით გავლაზე რა გითხრათ. რადგან აქ არავინ არ დადის, ესეთი მონაკვეთები გზაში შეიძლება იყოს კიდე რამოდენიმე. კი. ლოგიკურად. მოყვები ლოგიკაში. და სადღაც ეხა ეს თუ გავანგრიეთ რაღაცნაირად, შეიძლება იქ გავიჭედოთ. ო, არა, ეს გზა არ არის. მოგვიწევს დატრიალება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მანქანები არ არის და არ გვინდა რომ დავაზიანოთ. გადავწყვიტე რომ ჯერ ვნახო სად ჯანდაბაში არის გზა. იმიტომ რომ ბალახია უკვე ამოსული აქ და თუ ისეთი ადგილია რომ დიდი ქვები ყრია ან რაღაცა მსგავსი ხდება, რაც საჭიდან არ ჩანს. რო არ გავანადგუროთ მანქანები, ჯობია დავზვეროთ. აი აქ არის დიდი ქვები, ეს უკვე აპასნია, მაგრამ დიდი არაფერი არ არის. მაგრამ აღმართზე შეიძლება დაგვერხეს. ნახე აი, როგორი რაღაცებია გასთვალისწინებელი, რომ ეს რაღაცებს არ წავარტყათ. სიჩქარით არ უნდა გაიარო, იმიტომ რომ მოძრაობა შეიძლება ძირი აარტყა რა. ხო და თან აღმართიც არის. ადეკვატურია. ხო. რაც ამოვიარეთ, იმაზე კაი გზაა თუ ცუდი გზაა. იგივე.
აი pullover. Წერო დაიწყო. 4 წელი მანქანები თოდეს მე აქ თუ ჩამოვად ბაზარი არა. ამით აი ვერავად ჩანსი არა. მე ზღუხსავობ დგავარ, ბუზგას ბუხსავობ რა, ვერავად ჩანსი არა. ბიჭო, მომისმინე, ყურე. და აი ამაზე დაიწყო ბუხსაობა. გავიგე, აქ არის ბალახნარევი, ქვა. ანუ შენ რა მანქანაც არ უნდა მოიყონო, საბურავი თუ არ გიყენია შესაბამისი, აქ ვერ ამოხვალ. აზრი არა აქვს რა. ცვეჩი აზრი არა. ამ მანქანას აქ რა უნდა საერთოდ? აი ამის ხურის ეხა რო უყურებ, ეკითხვა მაქვს მეც. ამ მანქანას აქ რა უნდა საერთოდ? მაგრამ აქამდეც ამოვედით. არ დაანებდე. არ დაანებდე. გადმო აზრი არა. მოკლედ, კარგი ჩიტონი. გადმო ბუბუ, გადმო. ეხა ტრაკი უნდა შეაგდებინოს სადმე და გავიჭედებით ესე. ნახე მე რა მალე დავნებდი დაინახე. ერთ დაბუხსავდი და ეგ იყო. გაიწიეთ არ ამოვიდეს. ვა, ეს რა? აფთხილათ ნელა. მართლობო. ეხა მართლა კალონგა. ვაი მეჩი. მოდი. უნდა დაუთამაშო. მიდი. კარგი ხო, აღარ კაროჩ, შეჯამება გვინდა რა, ნახე. მოვიგე მე. ყველაზე არა, შენ ყველაზე შორს წახვედი, ხო, მართალია. მაგრამ იქით ხო არ არის წერტილი უფრო? არა. ო, კაი. იქაც ვიყავი, ამშულობა. სიტყვაზე გენდო. თელი იდეა ამ მანქანების არის უფრო ქალაქის და ოდნავ უგზოობის რა. ძიმე ოფროუდში ესეთი მანქანებით არ წამოხვიდეთ. სადაც ბალახია, სადაც ქალაქის საბურავი იყენიათ და ამ შემდეგ. მაგრამ რო იწვალოთ და ბუბუ თუ ხართ, მაინც ახვალთ. ეგრე გამოდის. ოდეს ხეროთი მოგადგა. ბიჭო, ესე რატო სულ? მაგარი ვიდეო უნდა გადავიღოთ. რა რატო შენ არ მოსდევდი ამას? ოღონდ გეგონა რომ ვერ ამოვიდოდი, ხო? თავიდან ხო ეგრევე რომ დაიძარი და მართლა წამოვიდა ვაიმე. ანუ შეწერა ქვევიდა, ხო იცი, იყო ჩემთვის ლიშული, რა ყარ წერტილი. იქ რო გამოსდა მეთქი დაგვეძრა გავიქეცით. ჩემიდან კადრი რა იყო, იცი? შარვალი მიჭირდა და გავიქეცით. შარვალი სრულება და კაროჩე, ერთი ხელით ხო უჭირავს აქ შარვალი და გარვი. მე მაგარით მომდეს. მოკლედ, თუ გაერთეთ ამ ვიდეოთი შეგიძლია არხი გამოიწეროთ. ორივე ჩვენს სტუმარს, ძმაკაცას და ბუბსას თავისი არხები აქვთ. შეგიძლიათ იქაც გადახვიდეთ და ესეთი კონტენტი ნახოთ თუ ამოვანათებთ. და ეგ არის, შემდეგ ვიდეომდე. ადიოს. დროებით.